მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასუხრებთ, მადლობა იმისთვის, რომ გამოწვევით ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც ამიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატი. მინდა გითხრათ, რომ გავაკეთეთ Telegram კანალი, ესე რომ ვთქვათ, სადაც მინდა რომ გავაკეთოთ უფრო ურთიერთობებთან მიმართებაში პოსტები, რა თქმა უნდა, იქნება იქ ფინანსური კუთხითაც და ამასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტი მინდა პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში იყოს, უფრო მეტი გაცნობიერება ურთიერთობების, სად უნდა დავთმოთ, სად უნდა მოვითხოვოთ, ხო, რაღაც როგორ შეიძლება დავალაგოთ რთული სიტუაციები, რას უნდა მივაქციოთ ურთიერთობაში ყურადღება, ხო, ანუ არ არის მარტივი, ორი უცხო ადამიანის, ანუ პიროვნების, ორი ჩამოყალიბებული დასრული პიროვნების თანხვედრა ერთმანეთთან, კი შეიძლება რაღაცა ემოციები მოგვდის, რაღაცა უცებ მოგწოს, რაღაც მინიმალური პირველი ეტაპისთვის რაც არის, მაგრამ როცა ურთიერთობაში შევდივართ, ძალიან ბევრი სიტუაცია იჩენს თავს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა დედის გაზრდილია. შესაბამისად, დედას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი როლი აქვს შვილის აღზრდაში და ვის როგორი ფსიქოლოგია აქვს ჩამოყალიბებული, ვისთვის რა არის პრიორიტეტული, ნუ ეს უკვე მეტნაკლებად კი არა და ძალიან დიდი წილი მოდის დედაზე. შესაბამისად, არ არის ისე მარტივი, სხვადასხვა ოჯახიდან და სხვადასხვა პიროვნული თვისებებით ადამიანების უბრალოდ ესე მიყვარხარ, გიყვარვარ და ყველაფერი კარგად არის, ესე არ ხდება, იჩენს ძალიან ბევრი სიტუაცია, ისეთი მდგომარე, ანუ ისეთი ნიუანსები თავს, რომელიც შეიძლება თქვენ ვერ დათმოთ, მან ვერ დათმოს, ან თქვენთვის მიუღებელი იყოს, ან მისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ შესაძლებელია ერთი რამ. თუ ორ ადამიანს უნდა რომ რაღაცა მათი ურთიერთობა შედგეს და გამოვიდეს, რა თქმა უნდა, ორივე უნდა ითანამშრომლოს, ორივე უნდა გააკეთოს თავისი საქმე, ხო, ურთიერთობაში, დათმობის კუთხითაც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამთმობი, ანუ მეორეც უნდა იყოს, მაგრამ არის მეორე მომენტი. ნახეთ, როდესაც ადამიანებს სამწუხაროდ ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ეს მომენტი, ვინც ჩემთან ხშირად დადის თქვათ კონსულტაციებთან დაკავშირებით არა მარტო არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც მუშაობ და ფსიქოლოგიური კუთხითაც პარტნიორულ ურთიერთობებთან მიმართებაში უფრო მეტად ვარ ჩართული და ნახეთ როგორი მომენტია, ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი პრობლემა, ვერც ქალბატონი და ვერც მამაკაცი რატომღაც ვერ აწვდის ინფორმაციას ისე რომ ადამიანისთვის იყოს. შეიძლება ერთი და იგივე აზრზე იყვნენ ადამიანები და მქონია მსგავსი მომენტები, როდესაც ერთიც და მეორეც ერთი და იგივე ამბობს, უბრალოდ სხვადასხვა სიტყვებით, სხვადასხვანაირად, ესე რომ ვთქვათ, და ანუ რატომღაც თვლიდნენ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, ხო? ერთსაც სხვა რაღაცა უნდა და მეორესაც სხვა რაღაცა. ხო, აი აქ რაღაც მომენტში თითქოს ადამიანებს შორის არის რაღაცა პრობლემა, რასაც მეტად ვაკვირდები, ურთიერთობაში საუბარი, როგორ უნდა წავიყვანოთ, როგორ უნდა დავალაგოთ, როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორს, არა აქვს მნიშვნელობა ეს ქალბატონის მხრიდან იქნება თუ მამაკაცის მხრიდან იქნება და ერთ აზრამდე ჩამოვყალიბდეთ, ხო? შეიძლება ბევრ რაღაცაში იყოს, რომ არ ვეთანხმებოდეთ, ისიც არ გვეთანხმებოდეს, მაგრამ შუალედის პოვნაც მარტივია, ხო? რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში პატარა ნიუანსის შეცვლამ შესაძლებელია ძალიან დიდი გლობალური ურთიერთობის რაღაცა ზავი შექმნას, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ საუბრობთ პარტნიორთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მიდგომა გვაქვს პარტნიორის პიროვნულობასთან მიმართებაში, ხო? ახლა ბევრჯერ ყოფილა ის მომენტიც, რომ აი მიყვარს, გიждები და ანუ ჩავძებულ ვარ, თქვა პიროვნულ თვისებებს, არა ეს არ მომწონს, არა ის არ მომწონს, არა ეს არ მომწონს და რომ მიკითხია, რომ ანუ აბა რა მოგწონს, ის რომ ვიზუალი, ანუ ის რომ უბრალოდ სადღაც კაფეში ერთად გახვედით, ანუ უბრალოდ ის რომ რაღაცა ლამაზი საჩუქავილები მოგართო, ან რაღაცა საჩუქარი გაკეთა, ანუ თუ პიროვნული თვისებები ადამიანის არაფერი არ მოგწონს,
მაშინ რა გინდა ხო ადამიანთან საერთოდ ანუ აზრს ვერ ხედავ. არის კიდევ ესეთი მომენტი ხომ როდესაც არ მომწონს პიროვნული თვისებები რაღაცა, მაგრამ ნუ მაკმაყოფილებს ის რომ კარგი ვიზუალი აქვს, რაღაცა იქ სადღაც სამეგობრო წრეში კარგად შევეწყეთ და ასე შემდეგ რაღაც ერთი ორივეს ძალიან მოგწონს თქვა კლუბი ან ერთ იგივე მუსიკას უსმენთ რაღაც და აი ძალიან დიდი ილუზია ხომ მან და სულ ვიძახი ხომ რომ ანუ თუ თვლით რომ ადამიანი რომელიც თქვენს გვერდით არის ეს ადამიანი უნდა შეცვალოთ თლიანობაში უნდა შეცვალოთ ეხა ის რომ თუ რაღაცა გაქვს შესაძლებელი ამას შენითაც მიხვდები ადამიანი და ის ვიღაცა ვის შეცვალსაც აპირებთ ხო ის თავისითაც მიხვდება სად უნდა შეცვალოს თავისი ხედვები იმისთვის რომ თქვენ უფრო ბედნიერი იყოთ ეს არის ურთიერთობა მაგრამ თუ შენ ფიქრობ იმას რომ აი მე გადავაჩვევ ამ ადამიანს და მე შევძლებ ამას ჯერ ის რომ რა ვიცი რატო რაღაც გადამრჩენელის როლი რაში არის ვერ ხვდები ანუ გაიცანით ადამიანი და თუ გთხოვათ რომ გადამარჩინეო კიდე მესმის მაგრამ ადამიანი თუ არ გთხოვს არც არაფერი სართულის გადასარჩენად არ აქვს საქმე ანუ ის ესე იღებს რა გადარჩენაზე ვსაუბრობთ ხო რას გულისხმობთ ამაში ხო რაღაც ეს მომენტი არის და აი მე ყველაფერს შევძლებ და ის ჩემზე მოჯაჭვულობა სიყვარული ამ ადამიანს აღებინებს და ყველაფერს შეაცვლებინებს ცხოვრებაში მეგობრებსაც დაავიწყებს იქ რაღაცა ჩვევებსაც იქ თავდაღირა დადგება და ასე არა არავინ არც უნდა გინდოდეთ ნახეთ ადამიანი რომელიც თქვენ უნდა შექმნათ ანუ როგორ არა ურთიერთობაში ორივე ერთმანეთს ქმნის მაგრამ კონკრეტულად ერთმა მხარემ უნდა შექმნას მეორე და თავისზე მორგებული ეგეთი ადამიანი რა ვიცი არ უნდა გინდოდეთ თქვენ თვითონაც იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ჩვენ და სამწუხაროდ ესე რომ ვთქვათ აი ეს ქვეცნობიერში ჩალიქილი ადამიანის თვისებები რომელიც რაღაცა პერიოდის შეძელით და შეცვალეთ დროთა განმავლობაში აუცილებლად ამოყოფს თავს და აი მან უკვე ძალიან დიდი იმედგაცრუება გექნებათ, რომელიც ძალიან დიდ ტკივილს მოგიტანთ, ხო? ასე რომ ცოტა ესეთი მომენტებია ურთიერთობა, კი წაგართვით ძალიან დიდი დრო, მაგრამ მინდა გითხრათ რომ გავაკეთე ესეთი Telegram არხი, შეგიძლიათ მომწებნოთ ძალიან მარტივად, ანუ ესე ვთქვათ, არხი კატო გრემი 3 ცხრიანით მარტივია და იქ შეგვეძლება ვისაუბროთ თქვენთვის სასურველ თემებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დასვათ კითხვები, გიპასუხოთ, რა თქმა უნდა, დაიდება პოსტები ურთიერთობასთან დაკავშირებით, ანუ როგორ უნდა განსაზღვროთ, როგორ უნდა მივყვეთ ურთიერთობას, რომ არ შევიდეთ რაღაცა შიხში, ხო? რომ არ გქონდეს იმედები გაცრუებული, რომ არ გვეტკინოს, რომ არ ვატკინოთ, რომ არ აი ბევრი ნიუანსი არის ძალიან და ამან უკვე ფსიქოლოგიური კუთხით მუშაობის 5 წლიანი სტაჟით საკმაოდ დიდი მასალა დააგროვა და ვფიქრობ რომ ბევრისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ის რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და იქ გავარჩიოთ, გავარკვიოთ, რა თქმა უნდა კორექტულობა უნდა შევინარჩუნოთ, შესაძლებელია ვიღაცას კონდეს რაღაც კონკრეტული ვითარებასთან კონკრეტული მოგვარებული სიტუაცია და გამოცდილება და შესაძლებელია რომ მეორე ადამიანს გაუზიაროს თავისი გამოცდილება უბრალოდ და რაღაცა ესე პატივისცემით ერთმანეთს დავეხმაროთ რომ უფრო მყარი, უფრო საინტერესო, ლამაზი და თბილი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ. მოკლედ აი ესე წაგართვით ძალიან ბევრი დრო, მაგრამ იმედი მაქვს ვინც ამ არხს უყურებთ, იცით რომ ჩემთვის ძალიან ასეთი სენსიტიური თემაა ურთიერთობები და ძალიან ვცდილობ რომ ყოველთვის ადამიანები ბედნიერები იყვნენ ურთიერთობაში. დღევანდელ გაშლას რაც შეეხება, მოდით გავაკეთეთ ესეთი გაშლა, ვის ფიქრებში ხართ თითქმის ყოველდღე, ხო? ნუ ყოველდღე თუ არა, თითქმის ყოველდღე. ნახოთ, ვის ფიქრებში ხართ, ვინ არის ეს ადამიანი, ვინ მოვიდა? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ვინ არის ის, ვინც თქვენზე, ესე ვთქვათ,
ბევრს ფიქრობს. გავაკეთოთ ესეთი ლაზურიტი. კანი ჩანს. იყოს ესეთი ესე გავაკეთოთ ვარდისფერი კვერცი დავდოთ შუაში და ამისთვის და იყოს მესამე ვარიანტი. ნახოთ, აირჩიეთ ვარიანტი და ვინ არის ის, ვინც თქვენზე ფიქრობს. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, მე მგონი ჩანს, მოდი ესე დავდებ. ადამიანი, რომელიც 27-ზე ოცნებობს, ადამიანი, რომელიც არის ჩამოუყალიბებელი, მე ესე ვიტყოდი, ხო? თუნდაც თქვენთან ურთიერთობაში ადამიანი, ეს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ქალი იყოს, კაცი იყოს, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ენერგეტიკულად არის ძალიან ერთი მეოცნები ადამიანი, რომელიც შესაძლებელია რაღაცა სულ უკმაყოფილო არის, ესე ვიტყოდი, თავისი ცხოვრებით, როგორი შანსიც არ უნდა მისცეს სამყარომ და როგორი ხელიც არ უნდა გაუწოდოს და რაც არ უნდა მოხდეს ამ ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანი რატომღაც სულ უკმაყოფილო არის ყველაფრით, აი არასოდეს არ იღებს იმას, რაც ეგზავნება და მთელი ცხოვრება ფიქრობს იმაზე, რა უნდა გააკეთოს. საკმაოდ ისეთი ემოციურად ძალიან გამოცარიელებული, გამოცრილი ადამიანი არის, ესე ვიტყოდი და ასევე მატყულა რა რატომღაც. ანუ ნახეთ, ადამიანი, რომელიც შესაძლებელია თქვენი ურთიერთობიდან ძალიან ისეთი გაიპარა, მოგატყუათ, არასწორი რაც ჩამოაყალიბა ურთიერთობა, ხო, ძალიან ბევრი ილუზია შეგიქმნათ, შეიძლება ძალიან ბევრი დიდი ხანი მოგიწევთ ლოდინი, შესაძლებელია აქ რაღაცა იყოს, რომ 7 წელიც კი ელოდებოდით ამ ადამიანის საბოლოო ჯამში მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ მიიღო გადაწყვეტილება, ან რაც მიიღო არც ისეთი სწორი. ეჭვიანი ადამიანი, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ქალი, კაცი, ან უბრალოდ ნებისმიერ რაც სუნთქავს ყველაფერზე რომ ეჭვიანობს, ხო, არის ესეთი კატეგორია ადამიანების, ეს არის ადამიანი, რომელიც სულ კონფლიქტურ სიტუაციაში არის და კონფლიქტურ სიტუაციაში იყო თქვენთან მიმართებაში, ხო? ადამიანი, რომელმაც აი ფაქტიურად არ ვიცი, ძალიან დიდი ენერგია რომ იქონდა თქვენგან და აბსოლუტურად ყველა აი მე ისე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ამ ადამიანის ურთიერთობის მერე თქვენ გახდით რაღაცა ესეთი უფრო უკარება შეიძლება ითქვას, ხო, რაღაცა სილაღე დაგაკარგინათ, ხო, აი ნდობა დაგაკარგინათ ადამიანების მიმართ, აი ადამიანი, რომელიც აშკარად თქვენთვის ძალიან ნეგატიური ენერგიებით იყო, ანუ უბრალოდ ნეგატიურ ენერგიებში შეგიყვანათ, თორე არ იყავით ესეთი, უბრალოდ მისმა ეჭვიანობამ, მისმა სცენებმა, მისმა ტყუილებმა, მისმა სულ დაიმედებამ, მისმა რაღაცა აქ ფინანსურათაც შეიძლება ეხმარებოდით ამ ადამიანს და ფინანსურათაც აიგრო იტყვან გაგღლიტად, ხო? ნახეთ, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა მარტო ერთი მხრიდან გადის ნებისმიერი რესურსი, ეს იქნება ფინანსური, სულიერი თუ რაღაცა ემოცია, არ აქვს მნიშვნელობა, მეორე ადამიანი ყოველთვის რო იტყვიან უფასურდება და აბსოლუტურად ყველაფერში პრობლემები ექმნება. ანუ ურთიერთობა, როდესაც ხდება, ყოველთვის უნდა იყოს ბალანსი. ერთმა გასცა, მეორე მიიღო, მეორემ გასცა, პირველმა მიიღო, ხო? ანუ რაღაც ეს მომენტი. აი აქ არ იყო დაცული ბალანსი და შესაბამისად თქვენი ენერგიები ამ ადამიანს უფრო მიქონდა და აი აბსოლუტურად რაღაცა საბოლოო ჯამში ძალიან ისეთი კიბონეულ ენერგიებში გადაგიყვანათ, ესე რომ ვთქვათ. ძალიან ცუდი. პირველი ვარიანტი. აი ესეთი ადამიანი ფიქრობს თქვენზე, როგორც ჩანს, ძალიან მოენატრა თქვენი ენერგიები. მეორე ვარიანტი ვინც ერჩია. ნახოთ. ესე დავდებ, რომ კარგად გამოჩნდეს. მეორე ვარიანტი ვინც ერჩია, ეს არის ადამიანი, რომელიც უმოქმედოა. ყოველთვის ცდილობს, რომ თავის კომფორტის ზონა არ დაარღვიოს. ცდილობს, რომ თვითონ რაც სჭირდება ის მიიღოს. ადამიანი, რომელიც ძუნწია ემოციებში, ძუნწია თავის რაღაცა ესე ვთქვათ, ქმედებებში, ესე ვიტყოდი. ადამიანი, რომელიც
რატომღაც სულ ყოველთვის აპრობლემებს სიტუაციებს და ანუ ნახეთ როგორი მომენტი არის ადამიანი რომელთანაც ძალიან ძნელი არის ყოფნა და რატო არის ძნელი ყოფნა იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტიურად არც წინ მიდის არც უკან მიდის არც რამეს ცulis და არც უკან იხევს ყველაფერთან ერთად და ამ ადამიანთან ცოტა ესეთი მომენტი არის ხდებით ნახეთ ადამიანი რომელიც არის თავის თავზე ორიენტირებული რომელიც არის შესაძლებელია მატერიალურზე უფრო ორიენტირებული და იმიტომაც არის რთული მასთან ურთიერთობა რომ ნახეთ ადამიანის 24/7-ზე თქვა თუ წუწუნებს ფინანსებთან მიმართებაში თუ სულ სამსახურშია და არც ძალიან მიზღამში იმისთვის რომ სადღაცა გახვიდეთ თუ ადამიანი არის მატერიალურად ძუნწი და სულ ენანება რაღაცა ზედმეტი თქვა რაც სავალდებულოა იმას კი გააკეთებს მაგრამ იმის იქეთ არაფერს არ გააკეთებს ხო თუნდაც ემოციურად ძუნწი ხო ეხა ემოციურად ძუნწიც სიმართლე გითხრათ ემოციური სიძუნწე უფრო ტკივნეულია ნებისმიერი ადამიანის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალი იქნება თუ კაცი იქნება ვიდრე ფინანსური ნუ ფინანსურზე გავიგებთ ახლა თქვა არ არის შესაძლებლობა იმდენი ხელფასი არ ყოფნის თქვა პირობითად და რაღაცა მსგავსი ვალდებულებები აქვს ბევრი და აღარ რჩება მაგრამ როდესაც სულიერად და ემოციურ სიძუნწე აქვს ადამიანს მაშინ ძალიან ძნელია ამ ადამიანთან ურთიერთობა როცა ადამიანი მხოლოდ თავის თავზე ორიენტირებული ხო ეს ძალიან რთული მომენტი არის ადამიანი რომელიც არის ცივ ენერგიებში რომელიც არის რაღაცა გათვლებში და ან გარეშე ესე ვიტყოდი მე პირადად ხო აი ნახეთ ეს არის ადამიანი ალბათ ნახეთ ვინ იყო ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ან ვინ არის ესეთი ადამიანი რომელიც თითოეულ დეტალს ყოველთვის გათვლის თქვათ დღეს რო წავედით ჩვენ კაფეში დავხარჯეთ 10 ლარი და ამიტომ 2-3 დღე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავისცენოთ რა ვიცი მზიურში პირობითად ხო აი რაღაცა კარგად შეხედეთ ვინ არის ესეთი ადამიანი გინდაც ემოციურად აი დღეს რომ მე შენთან დავიხარჯე ემოციურად და აი თქვათ შეკვდი და იქ რაღაც პაემანი მქონდა თუ რაც დავარქვათ სადღაცა გავისეირნეთ და ბევრი ვისაუბრე შენთან 1-2 დღე მაცადე ხა მე უნდა ჩემთვის ჩავიკეტო და ჩემთვის ვიყო და ხო აი რაღაცა ხვალზე შეიძლება არ გამოუჩნდე ხო აი ესეთი ადამიანი არის ეს ვინც ფიქრობ თქვენზე მეორე ვარიანტი უცნაური ადამიანები არიან სხვათა შორის აი ცოტათ და მესამე ვარიანტი ვინც არჩია ვინ არის ის ვინც თქვენზე ფიქრობს აი კონკრეტულად მოდით ესე ვიტყოდი ეს არის ადამიანი აქ შეიძლება კონკრეტულად არის პარტნიორი ჩაიფიქრეთ თუ ქალე ბატონებმა მამაკაცი ჩაიფიქრეთ მე ესე ვიტყოდი რომ ხო აი მოდით ესე ვიტყოდი აქ უკვე არის ისეთი სიტუაცია თუ მამაკაცები უყურებენ ამ გაშლას და მესამე ვარიანტი არჩევთ კი ბატონო კონკრეტულად ქალბატონია რომელიც თქვენთან მიმართებაში არის ძალიან ცივი ემოციური სხვათა შორის კარგი საყრდენიც იყო თქვენთვის შეიძლება ითქვას ადამიანი რომელსაც ზუსტად იცის რა უნდა სად უნდა როგორ უნდა სხვათა შორის ცოტა манипуляტორული მომენტებიც გააჩნია ადამიანს ხო შესაძლებელია აქ რაღაცა ურთიერთობა ამ ეტაპზე გასული მაგრამ მაინც რატომღაც მოდით ესე ვიტყვი ქალბატონები იქნებით თუ მამაკაცები მაინც არ მინდა ხოლმე სამკუთხედის სიტუაცია მაგრამ აქ ვიტყვი ესე აქ არის ადამიანი რომელიც არის რომელსაც ყავს თავისი კონკრეტული მეორე ნახევარი, რომელიც არის манипуляტორი, რომელიც 24/7-ზე არის დაპირებებში და აღშესრულებაში ადამიანი, რომელსაც ამ ეტაპზე შესაძლებელია არ აგაქვთ კომუნიკაცია, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ურთიერთობა არის დასრულებული, კი ბატონო, დასრულებულიც ამ ეტაპზე არის შორს თქვენგან და ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია სამკუთხედი ურთიერთობის გამო დაშორდათ და დაშორდით, ვერ მიიღო ადამიანმა გადაწყვეტილება, თქვათ თქვენთან მიმართებაში, ხო? ანუ ვიღაცები ჩაერივნენ, თქვათ კონკრეტულად თუ პარტნიორი არ არის და ქალბატონი ან მამაკაცი არ არის, მოდით ვთქვათ, რომ მესამე პირების ჩარევა მოხდა თქვენს ურთიერთობაში, ხო? ეს არის ადამიანი, რომელთანაც თქვენ გაგიფუჭრათ ურთიერთობა
და ამ ეტაპზე აღარ გაქვთ კომუნიკაცია, აღარ გაქვთ ურთიერთობა, ვიღაცაებისთვის შესაძლებელია აქ პირდაპირ მოდიოდეს კონკრეტული ქალბატონი, რომელიც რაღაც მაგიურ ზემოქმედებებს აკეთებს, შეიძლება რაღაცა პრაქტიკებს აკეთებს, შეიძლება ძალიან შურდა თქვენი, მაგრამ დღესდღეობით ეს ადამიანი თქვენგან დისტანცირებული არის, თქვენ მასთან არანაირი კონტაქტი არ გაქვთ და მაქსიმალურად ყავთ ჩამოშორებული, ესე რომ ვთქვათ, ხო? არც თუ ისე უსამართლოდ, იმიტომ რომ ადამიანი აშკარად აქ ცდილობდა რომ თქვენზე რაღაცა მაგიური ზეგავლენა ყოფილიყო. თქვენი ენერგია წაეღო, ფინანსური, თქვენი პირადი ურთიერთობების ენერგია ხო, ადამიანი რომელიც შეიძლება დაგწუწუნებდათ თავზე და რაღაცა თქვენი თუნდაც უბრალოდ ის რომ შეძელით და თქვათ დღეს ფინჯანი ყავა მიერთვით კაფეში, ესეც კი მისთვის შესაშური მდგომარეობა ყოფილიყო. აი ესეთი ადამიანი არის თქვენთან ეხლა ამ ეტაპზე, აი ესეთი ადამიანი ფიქრობს მესამე ვარიანტი. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ აქ თითქოს უფრო რაღაცა კონკრეტულად ქალბატონის ენერგიები მომდის მაინც რატომღაც და ეს არის აქ ქალბატონის მდგომარეობა არის აქ მესამე ვარიანტში არის უფრო შეიძლება ყოფილი მეგობარი, ყოფილი დედამთილი, სიდედრი, როგორც იციან ხოლმე. ანუ ყოველ შემთხვევაში წარსული ადამიანი, კონკრეტულად ქალბატონი, რომელთანაც რაღაც კომუნიკაცია გქონდათ, შეიძლება გქონდათ, ვიღაცასთვის შეიძლება აქ რაღაცა ყოფილი მეუღლის მდგომარეობაც ყოფილი იყოს, ან უბრალოდ ქალბატონის, რომელსაც თავისი ოჯახი ყავდა და სამკუთხედ სიტუაციაში იყავით. აი ეს რაღაცა ესეთი ადამიანია მოვიდა ამ შემთხვევაში მესამე ვარიანტი. რა ფიქრობენ ეს ადამიანები, ვინ რას ფიქრობს? ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ ალბათ თქვენ უკეთესად იცით. შემდეგში ვნახავთ უფრო ვცლად, ვინ რას ფიქრობს და რატო ფიქრობს, თქვათ, რასაც ფიქრობს თქვენზე, ხო? რაღაც ეს თუ საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, თქვენთვის ესეთი გაშლა. მე გისურვებ ბედნიერებას, თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებას, ისიც პირად დიაგნოსტიკისთვის უნდა მომართოთ პირად წერილებში, WhatsApp-ში და Telegram-ში, ასევე შეგახსენეთ, რომ Telegram ჯგუფს დაემატეთ და შევეცადოთ, რომ იქ დავეხმაროთ ერთმანეთს, გავაკეთოთ საინტერესო განხილვები პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მეტ ურთიერთობას კონდეს ლამაზი დასასრული და არა ტოქსიკური, არა პრობლემური, არა დაშლის და ასე შემდეგ, ხო? რაც მეტი ლამაზი ოჯახი შეიქმნება და რაც მეტი ურთიერთპატივისცემაზე აგებული ოჯახი შეიქმნება, მით უკეთესი არის ჩვენი ქვეყნისთვის. ესე რომ ვთქვათ, დროებით.